მოგესალმებით მეგობრებო, ცოტა ხნის პაუზის შემდეგ შემოგიერთდით ისევ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო შეუძლებელი გახდა ვიდეოების გადაღება, საკუთარი პირადი საქმეები მქონდა და ვერ ვახერხებდით, ხან უამინდობა დაგვემთხვა ხანის და ფიზიკურად ვეღარ შევძელით გადაღება. ახლა დღეს ვართ წამოსულები აქსიოსის ეროვნულ პარკში. სადაც მე განახებ, არის ერთი ადგილი სალონიკის მოპირდაპირე მხარე ცოტა შემოჭრილია ყურესავით, რომელიც არის ეროვნული პარკი, მაგასაც დაგათვალიერებინებ ნელ-ნელა. ასევე ვაპირებთ დღეს გავაკეთოთ ბერგერები ზღვის პირას, გავშალოთ კარავი და გავატაროთ ერთი მშვენიერი დღე. დანარჩენს კი დაწვრილებით ნელა-ნელა მოგიყვებით. ვიმყოფებით ასეთ ადგილას, ეს არის ზღვის შექმნილი ლანდშაფტი ბუნებრივად, მოსახლეც ვიღაცამ დაიწყო შენება. და როგორც გავიგე, უკანონო მშენებლობა იყო, შეაჩერებინეს, უჩივლეს, თუ რაღაც მაგდაგვარი, დაზუსტებით არ ვიცი. რომ მოვიკითხე, უბრალოდ ეგეთი ინფორმაცია გავიგე. ეს უკვე კიბორჩხალის ფიტული. ძალიან ბევრი კიბორჩხალი არის ახაც. როდესაც გადავაწყდები, გადავიდებ. დავიდეთ ახლა ნელა-ნელა, დავიწყოთ ჩვენი ბერგერების გაკეთება. სანამ ბერგერებამდე მივიდოდე, უნდა გავშალო კარავი ბავშვებისთვის. გავაწყო მაყალი და გავამზადო რაღაცეები. რასაც ნელა-ნელა განახებთ ვიდეოში. მაყალიც უკვე ნელა-ნელა გავამზადეთ. ეხლა დავიწყებ თეთრის ანთებას და შევწვავ პირველ რიგში ბიფტეიკები. უამინდობის გამო შევიცვალეთ ადგილი. ეხლა არ ვიცი ჩემი ხმა რამდენად ისმის. ძალიან ცუდი ქარი ამოვარდა. არ დაგვაცადა არაფერი, კარავი აქეთ-იქით აფრიალა, ხულგები აქეთ-იქით აფრიალა. და შეუძლებელი გახდა იმ ადგილას გაჩერება და შევიცვალეთ ადგილიც. ნელა-ნელა ზღვის დონეც იმატებს და გადავწყვიტეთ, გადავსულიყავით ცოტა გვერდზე. განახებთ მაგას სად გადავიდე. ეს ის ადგილი არის, სადაც მედგა მაგიდა. აქ მედგა მაყალი. აი ნახეთ გზოლიც, მაგათაც ნამდვილად შესაძლოა კიდე. წყალი არის. და ფიზიკურად ვეღარ შევძელით აქ. ვაი და რაღაცა ისეთი არაფერი. ძალიან არ მოუმატებია წრას, მაგრამ მანქანით მერე გადასვლა შეუძლებელი გახდებოდა უკან და მოგვიწევდა ღამისთევა აქ, რომელიც ნამდვილად არ მინდა, იმიტომ რომ მოპირდაპირე მხარეს არის მიწები სპეციალურად დაჭაობებული ბრინჯისთვის და არის აუარებელი კოღოარი. ამ ადგილას სადაც მე ვარ, სტატისტიკის მიხედვით თუ რავი როგორ ზომავენ, არ ვიცი როგორ ზომავენ და რას აკეთებენ და როგორ აკეთებენ, იძახიან რომ დღეში დაახლოებით მილიონ ნახევარი კოღო იბადება და იჩეკება. ნამდვილად არ მაქვს სურვილი ღამის აქტების. სამომავლოდ შეიძლება. ეხლა განახებთ სად გადმოვედით. ეს სახლიც ახლა რო განახეთ. შედარებით მყუდრო გარემო არის. მაყალიც გადმოვიტანი აქეთ ახლა. შევწავთ ბიფტეიქს. ისევ ზღვის ფონზე ვართ. მაგრამ ცოტა მოშორებით. რადგან იქით ქარი არ გვაცდის. შევწავთ ცოტა ხორცაც და ვნახოთ საერთო ჯამში რა გამოგვივა. ეხლა შევალ, დაგათვალიერებინებ ჩიგნითაც რა ხდება, სად მოვედით. საგიჟეთი არის, მაგრამ სხვა გზა ფიზიკურად არ იყო. ძალიან შეგვაწუხა ქარმა. ჩიტების საცხოვრებელი ადგილს უფრო გავს. განახებთ ესეთი
სიტუაცია და სიბინძური არის შიგნით. არა, ჩვენ გარეთ ვართ. ბუნების წიაღში. არა და მაგარი ხედები არის აქ. ნუ მოსუფთავება და გეკეთება შეიძლება ამაგის. მაგრამ რა ვიცი, არ დაგვიჭირონ. არ გითხრან ჩვენი ადგილი არისო და წყვილი არ მოგვიწიოს. შრომა აქ. ამასობაში უკვე ხორცის გადმოსატრიალებელი არის. ნუ ნელა-ნელა ვაპირებთ ამზაფხულს სხვადასხვა ადგილებში წასვლას. ნუ დრო რანაირად და როგორ გვექნება ეგ არ ვიცით. შეძლებს დაგვარად მოვახერხებთ. ასევე გვაქვს ჩელენჯები, ვაპირებ შუა ზღვაში გათენებას ნავით. ანუ ძალიან ბევრი სიგიზეებიც მაქვს, კაი იდეებიც მაქვს, ანახაობრივებიც მაქვს. და ნუ იდეები გვაქვს. თემა არის ბიუჯეტი და დრო. ნუ დრო უფრო ბიუჯეტი მეტნაკლები. უფრო მეტი დამოკიდებულები ვართ დროზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმეები გვაქვს, იქ სამუშაო, იქ ის. და ფიზიკურად ვერ ვახერხებთ ბევრი ვიდეოების გადაღებას და ბევრ ადგილას წასვლას. ნუ ხანდახან ამინდის გვიშლის ხელს. თითქმის მზად არის ჩვენი ბიფტეიკები და დავიწყებთ ბერგერების მომზადებასაც. ახლა დავიწყებთ მე პამიდრის გამზადებას და დაჭრას. ახლა უკვე გავაკეთოთ, გავამზადოთ ყველიც. იმიტომ რომ თითქმის მზად არის ჩვენი ბიფტეიკები, სპეციალურად ბერგერის ყველი და ბეიკონი. ნუ ბევრს არაფერს არ უზავთ. შეძლებს დაგვარად როგორც მოგიხსნება, ისე გავაკეთებთ. გამოს ყველიც. და ნელა-ნელა დავიწყოთ უკვე მომზადებაც. ახლა უკვე ვიწყებთ პურის გამზადებასაც. გავამზადოთ პური ბერგერისთვის, მაგრამ ნელა-ნელა გავაკეთებ, რომ არ დაგვიწვას. ნუ შევატყობთ ამასაც. ეხლა დავასხათ კეჩუპი და მაიონეზი ერთად. ნუარეული ასეთივე იყიდება გამზადებული. ესე დავასხავთ ამას. ცოტა სალატის ფურცლები. დავაფარებ თავს და მზად არის ჩვენი ბერგერი. ძალიან მაგარი გამოვიდა. ძალიან მაგარია, მეტად გარეთ ასეთ პირობებში ძალიან მაგრად ასწორებს. თეთრი სასახლის ჰამბურგერივით არის. აი რო ჩაკაბი ჩავ და ნუ ვიდოქში რა რო აღარ დავაბოლოვო. დედის ჰამბურგერებია მსოფლიოში. მოხრაკული ხახვები რო აყრია ზემოდან და რო ჩაკაბი ჩავ და რო გენძრევა. ნელა-ნელა მოვჭით ყველაფერს შეწვას ჭამას ის. თან ქარი არის. არ გვგაცდის ფიზიკურად ბევრს არაფერს. თანამ უკვე ყოღვების გამოვლენას პარესზე. დავიწყებ უკვე მე აპარატურის გამზადებას. დავაწყობ აპარატურას. და უკვე ვისწრებით გადავიღოთ კაი კადრები მოძებნოთ. ვიღაც გადავიღოთ, იმიტომ რომ წამოსვლისას ფიზიკურად ვერ მოვახერხეთ და ახლა იმედია გადავიღოთ კაი კადრებს და შემოვთავაზეთ. მანამდე უკვე მე დავიწყებ ახლა აწყობას და გამზადებას.
ნუ ეს აუცილებელია, ვინც არის იცით, რომ რეგისტრატორზე კამერა უნდა იყოს ზუსტად გასწორებული, რომ იმუშაოს კარგად. ახლა კი ჩორთო. და ჩვენი რეგისტრატორიც მზახარი. всё. ზადვართ უკვე გადასაგებად. დავედეთ ახლა უკვე გადავიღეთ კაი კადრებს. შემოგთავაზებთ ასევე ვაპირებ 500 ლარიან გათამაშებას. სავარაუდოდ ამ ვიდეოს კომენტარებიდან ამოვარჩევ ერთ-ერთს. ამიტომ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. დააკომენტარეთ თქვენი აზრი ან ამ ვიდეოდან, ან შემდეგი ვიდეოდან ამოვარჩევ კომენტარებიდან გამარჯვებულს, რომელსაც ამოვარჩევ შემთხვევითობის პრინციპით და გავაკეთებ ლაივს, ისე გავათამაშებ, რომ ვინმე საწყობილი არ ეგონოს ან რაიმე მსგავსი. ასე რომ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ასევე დააკომენტარეთ თქვენი აზრი. რათა არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეო გათამაშება და 500 ლარის მოგების შანსი. შემდეგ ვიდეოში ან იმის შემდეგ ვიდეოში გავათამაშებ 500 ლარს. ამიტომ არ დაკარგო ეს შანსი, რომ იყო გამარჯვებული შენ. მოიწონე ვიდეო ახლავე, გამოიწერი არხი. სანამ ეს ყველაფერი. ეხლა უკვე შევეცდები ვიდეოები დავდო სტაბილურად უკვე. მოვიდა თან ზაფხულიც. მოგვიწევს საკეთი სიარული, ვისპირას, ტყეში, იგი. ძალიან ბევრ ადგილებში მაქვს გეგმა. ნახოთ როგორ და რანაირად იქნება, ფისკალობით იმედია ყველაფერი კარგად წავა და ისე როგორ ჩვენ გვინდა. ასე შემიქარი არის. იმედია ყველაფერი ისე წავა როგორ ჩვენ გვინდა. და აუცილებლად შემოგთავაზებთ ძალიან მაგარ ვიდეოებს. თუ მაქვს ასევე ჩელენჯები და ვფიქრობ 24 საათის გატარებას წყალში მხოლოდ ნავით. ანუ რა ვიცი, რაღაც პატარა კუნძულები არის, ხა მაგას შევეცდები გადავიღო. გადავალეკით ამ ხარ, თუ წყალი არიდებული არის, მაშინდელი გადასვა. გადავიღებ მაგ ადგილსაც, რომ განახოთ, სად ავაშენებ თავშესაფარს და სად გავატენებ 24 საათი. ნუ ამ საქმეში შეიძლება ცუდი ვარიანტი არ არის შიგნით ამ ხარეს. რო შეხვიდე მან უასუფთავ და შიგნით კარავი გაშალო, ცუდი ადგილი არ არის. ნუ ყოველ შემთხვევაში თარია შეგატვირთებს და წვიმა შეგატვირთებს და იმის არ შეგეჩნდება, რომ კარავი ქარმა წაიღოს. ანუ კაი აზრია, შეშთავი არ არის, მაგრამ სანამ გადავწყვიტავ რომ მე ეს გადავიღო და გავაკეთო, აუცილებლად გავუსწრაფავ მანამდე ამ ადგილს. ახლა კი გადავიღო. რო გეუბნეოდით კუნძულის ვარიანტს, აქედან შემოვალ და ამ ნავით გადავალ მეორე მხარეს, წყლის იქით ამ მხარეს და გადავიღებ ვიდეოს იქ. 24 საათის განმავლობაში დავრჩები მან. ნუ რა თქმა უნდა, თუ ჭაობი არ იყო და შესაძლებელი იყო კარვის გაშლა. ნუ ასეთი ადგილი არის და ნუ ასე გადადიოდა სამანქანო გზა. მაგრამ წყალმა წაიღო. აუ ძალიან დიდი მოწყალები უნდა იყვნენ აქ ეს ნაკიბორჩხალა. ეს კიბორჩხალა. ყოფილი კიბორჩხალა უпростоრად. რამხელა არის. წარმოიდგინე ახლა რამხელა კიბორჩხალა იქნებოდა. ეს მისი მხოლოდ ერთი მაკრატელი თუ რას ძახიან. რამხელა არის და თვითონ კიბორჩხალა რამხელა იქნებოდა. როცა ცოცხალი იყო. ხოლო თუ გაინტერესებთ ესეთი რაღაცეები, არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა, გამოიწერე არხი, რომ ჩვენც უფრო მოგამი გვიქნება გადავიღოთ ბევრი და ბევრი ვიდეოები. ნუ გამოვიწერებთან ერთად და აქტიურობასთან ერთად, რა თქმა უნდა, არხის განვითარდება და შემოგთავაზებთ ყოველ ჯერზე უფრო მაგარ და მაგარ ვიდეოებს. ნუ წავედით ახლა, გადავიღებ უკვე სხვა კადრებს და შემოგთავაზებთ იმასაც. კიდევ ვიმეორებ. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, თუ გაინტერესებთ ესეთი ვიდეოები. ნუ დღეს სხვა გეგმა მქონდა ვაფშე კარავი, რამე ის, მაგრამ ფიზიკურად ზღვისპირა ადგილი არის და ქარმა შეგვიშალა ხელი.
ვიმედოვნებ მომავალში არ შეგვიშლის ქარი ხელს და შევძლებთ გადავიღოთ ისე როგორც საჭირო არის. ნუ ბოლოს უკვე ქარი რო ამოვარდა იმ ჭკუაზე ვიყავი რომ ოფსერ ვაპირებდი სახის წასვლას. მაგრამ რაკამდე მოსული ხა უკან აღარ წავიდოდი, მაგიტომ გადავწყვიტე მეორე მხარეს გადასვლა და ვიდეოს გადაღება. ვიდეო თუ არ დაიდო, ესე იგი თავზე დამენგრა ეს კოშკი. ამოვიდეთ. ასე გამოვიყურება შიგნით. სავარაუდო თოლიების სახლი არის ეს კამფარი. და აქედან ასეთი ხედები იშლება. ეს ის ადგილი არის წეღან, სადაც ვიყავით. ნუ ისიქით უკვე ჩანს ღია ზღვა და შევეცდები იქითაც გადავიღო, ხა წავალ მაგეთ ამ მხარეს. წავედი ახლა მე ნელა-ნელა დავტოვებ აქაურობას, სანამ თავზე დამენგრა ეს რაღაც ძველი შენობა. ჯვეები დამტროებული არის, უკვე ხესაც ეთყობა რომ მოჭმულია თავის. სამშვიდობოს ჩამოვედი. ეხლა წავალ გზადაგზა გადავიღებ რაღაცებს. ეს ჩვენი მიტოვებული კი არა და ძველი გამორიყული გემი. აბა, ახლოდან თუ მივედი კაი არის. არა, წავედი. ნუ აქ ადრეც მინდოდა გადაცვლა, მაგრამ თქვი მოვალ მე კიდევ მაგრამ ჭაობი არის ვერ გადავალ. სპეციალური მოტები გინდა აქ რო გადახვიდე. ეს ორი უკიდურესობა არის აქეთ. აქეთ არის ზღვა.
ეს და მეორე მხარეს აფრიკა არის. აფრიკას გავს საკეთა მხარე. აფრიკა ნამყოფი არა ვარ, მაგრამ აფრიკას მახსენებს საკეთა მხარეს. მშრალი ადგილი გახრიოკებული. და ალაგ-ალაგ მოჩანს საკეთი კითხეები. ცუდი ადგილები არ არის. ბუნების მოყვარულ ადამიანს და ბოდიალის მოყვარულ ადამიანს მაგრად გაუგზავნდება ეს ადგილი. ძალიან მაგარი ადგილებია და ძალიან მაგარი სიტუაცია. თუ ვისაც ბოდიალი ევასება, ახლა ვინც მიჩვეული არის ეკონომიკურ ლაქსერ მოგზაურობას, მათ არ გაუგზავნებს. დღეისათვის სულ ეს იყო. ახლა აქედან უკვე დაგემშვიდობებით. თუ მოგწონთ ესეთი ადგილები, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გამოიჩნდეთ მეტი აქტიურობა და შესაბამისად ჩვენც გამოვიჩენთ მეტ აქტიურობას.